გარდატეხა. დაბადებულა სადღაც მთის წვერზე ცის კამარასთან ძალიან ახლოს, ბავშვი პატარა, სათუთი, ნორჩი, მისი ცქერა რომ ნადირსაც ათბობს. დაბადებულა მახარობელად ცით მოვლენილი პატარა ღმერთი, მისთვის ჯერ არც კი მოუსაზრია ამ წუთის ოფელ სასტიკი ხვედრი. დაბადებულა და იქ აღზრდილა, სადაც სიკეთე შობს ადამიანს, სადაც ცოდვები, ბოროტი ხმები ღვთისკენ მიმავალ გზას ვერ გადიან. გასულა დრო, ბავშვი გაზრდილა, მიმოუხედავს ცხოვრების გზაზე, დაუნახავს ადგილი ბნელი, მისკენ წასულა პირდაპირ კვალზე. დაუდგამს მძიმედ ამ ადგილს ფეხი, დაგარეულა 1000 გვარ ხალხში. ვეღარ დაიცვა თურმე საბრალო თავი 1000 გვარ ბოროტულ ხმაში. განუდევნია თვით ღმერთი თვისგან, ჩაუბუდია ბოღმას მისულში. ვეღარ გაუძლო მორევში ყოფნას, ცოდვას გაედგა ფესვი მის გულში. ბავშვმა დაკარგა თავისი სახე, უმანკოებით რომ იყო სავსე. იგი დაეშვა ცის კამარიდან დაძირს განერთხო ეკლიან გზაზე. გადაუწურავს ბოლოს იმედი, უთქვამს სიკვდილის ღირსიღა ვარო, მდინარის პირას მისულს უბედურს შეუძახნია ვაჰ ჩემო თავო. ის იყო თავის უნდოდა მოკლა, როცა გამოჩნდა კაცი ხნიერი, ხელი მოჰკიდა და თფილად უთხრა, იყავი შვილო უფრო ძლიერი. შეწწუნებულა ამის გამგონე, მოშორებია მდინარის ნაპირს, ვერ დაუნახავს ვერავინ იქვე და მისცემია ის უკვე სხვა ფიქრს. დიდი ხნის შემდგომ მოხუცი ვინმე წელგამართული იმ ადგილს იდგა და იხსენებდა ამაყად მტკიცედ ოდესღაც ღმერთმა ის როგორ იხსნა. ზოგ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც შენთან გადაცემის ჩასაწერად სტუმრად ვიყავით, როგორც მხატვართან, გითხარი რომ აპირებდი წიგნის გამოშვებას. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ასე ძალიან მოკლე დროში დაგვენახა, რომ თუ მიზანი დაისახე, აუცილებლად მიაღწევ, მთავარი მხოლოდ მონდომებაა. როგორც წინა გადაცემაში აღნიშნე თქვენთან, წერა დავიწყე ადრეულ ასაკში, დაახლოებით 14-15 წლიდან. ეს იყო უფრო ჩანახატების სტილი, სადაც ჩემს ემოციებს გადმოვცემდი, ჩემს შინაგან სამყაროს საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, შემდგომ ლექსებსაც წერდი და ასე ვთქვათ, ეს იყო შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან, რასაც ესე სიტყვებით ადამიანი ვერ გადმოცემს და ასე ვთქვათ, არ უნდა რომ სხვებს გაუზიაროს. თუმცა ეს იყო მხოლოდ ჩემთვის დაწერილი თავიდან, ანუ ესე არც მეგობრებს არ ვაჩვენებდი. შემდგომ რამდენიმე ახლო ადამიანს გაუზიარე, ისიც რამდენიმე ჩანახატი თუ ლექსი და ნუ სულ მინდოდა ბოლოს რომ ასე ვთქვათ ეს ჩემი ნამუშევრები გამომეცა წიგნად და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი ჩემს ნაწერებში ასე ვთქვათ საკუთარ განცდებსაც ამოიცნობს. ეს არის ჩემი წიგნის ყდა, სადაც ასევე ჩემი ნახატი არის გამოსახული. და წიგნს ქვია სიჩუმის მიღმა. როგორც აღნიშნე, ეს არ არის ერთი ნაწარმოები, ანუ ერთი მოთხრობა, არის რამდენიმე მოთხრობა, რამდენიმე ჩანახატი და ლექსები გაერთიანებული, თუმცა საერთო სათაური ყველას ასე ვთქვათ შეესაბამება, იმიტომ რომ ეს არის ის ნაწერები, რასაც ადამიანი თავისი სიჩუმის მიღმა ანუ ატარებს, რასაც ადამიანი სიჩუმეში თავის გულში განიცდის და გადმოაქვს მხოლოდ ფურცელზე. ეს არის შინაგანი განცდები, ასე ვთქვათ, რაც არის ადამიანის სიჩუმის მიღმა. ვინ იქნება შენი მკითხველი და ბარემ მოდი ისიც გითხარი, როგორ აპირებ წიგნის რეალიზაციას. დიახ, მე ჩემი ნაწერები თავდაპირველად გადავგზავნე ერთ-ერთ გამომცემლობას, რომელსაც ძალიან მოეწონა ნაწერები და შემომთავაზეს წიგნად მისი გამოცემა. შესაბამისად მეც ასე ვთქვათ გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რომ მიმეღო. ჩემი წიგნის მკითხველი ვერ იქნება პატარა ბავშვი მაგალითად, ანუ ეს იქნება უკვე დასრული მოაზროვნე ადამიანი, ღრმა ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი სამყარო. ჩემი წიგნის მკითხველი ვერ იქნება ზერელე ზედაპირული ადამიანი, რომელსაც ეზარება ასე ვთქვათ შინაგან განცდებში გარყვევა ან რაღაც ასაცილოც არ ყოფნის მსგავსი ამბები და ანუ სულიერი სამყაროს მქონე ადამიანი და ღრმა ადამიანი იქნება ჩემი წიგნის მკითხველი. რასაც შეიძლება შენი წიგნის შეძენა?
ჯერჯერობით ჩემი წიგნის შეძენის მსურველებს შეუძლიათ მე და მიკავშირდნენ სოციალური ქსელის მეშვეობით ან პირად ნომერზე, ხოლო ოქტომბრიდან უკვე გეგმავთ გამომცემლობასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაღაზიებშიც მის გაშვებას და შესაძლოა ინტერნეტშიც ონლაინ ვერსიაც გაიყიდოს. ოქტომბერშიც იქნება დამატებით პრეზენტაცია და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემდგომ გავაცნობ საზოგადოებას. წერა, როგორც აღნიშნა, ეს არის ჩემს თავთან დიალოგი, ჩემი შინაგანი სამყაროს გადმოცემა ფურცელზე. მე პირადად წერის დროს ვიცლები დაგროვებული ემოციებისგან, რასაც გულში ვატარებ და არ მინდა რომ უბრალოდ არ გინდა ადამიანს რომ ეს რაღაც სიტყვით სხვა ადამიანს ეს აუხსნა, ვერც გაიგებს, ანუ წერა არის ის საშუალება, რითაც შენ გადმოგაქვს შენი ემოციები, განცდები და ხარ შენი თავის ძიებაში, ასე ვთქვათ. და რეალურად ხარ ის, ვინც ხარ შენ, სრულიად შიშველი, სულიერი გაგებით და არ ირგებ არანაირ ნიღაბს, რაც გიწევს საზოგადოებაში, სამსახურში და ადამიანთან ურთიერთობაში რომ მოიგო. ეს არის ადამიანის სულიერი სარკე და ვთვლი რომ მე წერის გარეშე ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება. პირველი გადაცემა, რომელიც შენ სალომესთან ჩაწერე, გვაძლევდა იმის სტიმულს, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით სალომეს, რადგანაც იმდენად იყო მონდომებული ამ წიგნის გამოშვებისთვის, თქვა და გააკეთა. თუმცა დღეს არ ხარ არც გადაცემის წამყვანი, არც მხატვარი თამართოიძე, ხარ სალომეს მეგობარი და ადამიანი, რომელმაც მას ასე თუ ისე გზა გაუყვალე დიდი წარმატებისკენ. როგორია შენი შეფასება, რა სიტყვა სალომეზე და აი იმ წიგნზე, რომელმაც წიგნმა სულ რამდენიმე დღის წინ იხილა დღის სინათლე? რა შემიძლია თქვა სალომე ჩხეიძეზე, უზადოდ და უზომოდ ნიჭიერი გოგოა და მრავალმხრივ განვითარებული, თითქოს ერთ ადამიანშია მოყრილი ყველაფერი, ხატვა, პერწერა, კომპოზიცია, მწერლობა, კრიტიკა, მელანქოლია, სანგვინიკი, ყველაფერი მოკლედ ძალიან საინტერესო პერსონა იყო თავიდანვე და თავიდანვე ვივხვდი, რომ უზომოდ დიდი ნიჭი იმალებოდა მასში. მე გავიცანი როგორც მხატვარი, მაგრამ რაღაცა საუბარში აღმოვაჩინე, რომ თურმე წერს და ვიქნე ეს წერაც იყო რაღაცა იდეის ან ისეთ დონეზე, მაგრამ როდესაც ესეთი სერიოზული სახე მიეცა მის ნოველებს, თვითონ გამომცემლობამ გადააწყვეტინა, რომ წიგნი დაებეჭდა და გამოშვებულიყო. რა შემიძლია ვუსურვო ძალიან დიდ წარმატებას. ამ დიდ ნიჭს უნდა დიდი ფართო არეალი, გახდეს მეტად ცნობილი, არა მხოლოდ ჩვენთვის და დაიპყროს ის მწერვალები, რაზეც მის გულს ოდესმე უოცნებია. ძალიან ნიჭიერი გოგოა სალომე, მან ძალები მოსინჯა თითქმის ხელოვნების ყველა სფეროში. არ დაარჩა მხატვრობა, მწერლობა, მსახიობის ოსტატობა და საკმაოდ აქტიურია როგორც მოქალაქე. წარმატებებს უსურვებ და ვთვლი და ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაცემის წყალობით სალომეს კიდევ ბევრი წარმატება ელოდება და კიდევ ძალიან ბევრი წარმატების გაშუქება მოუწევს ჩვენს ტელევიზიას.
წერა თუ ხატვა, მაინც რომელი უფრო ახლოს არის სალომესთან? ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ხატვაშიც რა თქმა უნდა სულიერ გამოხატულებას პოვებს ადამიანი და ნუ ხატვა უფრო ფერებით და კრეატიულობით, ასე ვთქვათ, ხატვით შეგიძლია შექმნა ისეთი ფერადი სამყარო, რაც შენ გინდა რომ გქონდეს შენ წარმოსახვას მისზე გასაქანი. წერაშიც რა თქმა უნდა შეგიძლია გამოიგონო ამბავი, მაგრამ ნუ ხატვა უფრო ესეთი ესთეტიური, ანუ სხვა სამყაროა. ხატვა მე დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყე, როგორც უკვე აღვნიშნე, კორონას დროს დავიწყე და წერა უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყე. შესაბამისად, ეს ორი განსხვავებული ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, მაგრამ ორივე რა თქმა უნდა სულიერ სამყაროს გადმოსცემს. ხატვის გარეშე შეიძლება ცოტა ხანი გავძლო, ასე ვთქვათ, მაგრამ წერა ისეთ აი ყოველდღიურად შეგიძლია ჩანახატები აკეთო და ასე ვთქვათ, წერით უფრო გადმომაქვს ჩემი გრძნობები ფურცელზე. ჭირდები. არ დაგივიწყებ, მე შენ გპირდები. ნელ-ნელა მგონი ჭკუიდან ვიშლები. დრო და დრო მეტად ღელავენ ფიქრები და მეც კვლავ და კვლავ მეტად ვიქმნები. ამასობაში ალბათ ვიზრდები და ახლა ხვდები როგორ მჭირდები. სალომე, ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ჯერ დაგიხატია და ამ ნახატზე მოგდომებია რაღაცის დაწერა. ან პირიქით, დაგიწერია და მე ამ შენი ჩანახატის თუ მოთხრობის მიხედვით ნახატი შეგიქმნია. კი, რა თქმა უნდა, აი თუნდაც ეს ნახატი, რაც ყდაზე არის გამოსახული, ანუ იმდენად მყუდრო და ჩუმი გარემო წამოიღო, ასე ვთქვათ, აი სათაური სწორედ ამ ნახატიდან გამომდინარე მომაფიქრდა, ასევე აქ არის ერთი მოთხრობა სიჩუმის წერილები ქვია და ესეც ამ ნახატის ინსპირაციისგან წამოვიდა. რა თქმა უნდა, ყოფილა ეგეთი შემთხვევები, ან ნახატი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იქიდან დაწერო და სიუჟეტი ააგო, ან პირიქით რაღაცა ჩანახატი ისე მოგეწონოს, რომ მასზე ასე ვთქვათ, ნახატი ააგო. და როგორც აღვნიშნე, ორივე წერაც და ხატვაც სულიერი სამყაროს გამოძახილია და რა თქმა უნდა, ისინი მოვლენ ერთმანეთთან თანაკვეთაში, როდესაც ერთი ადამიანი აკეთებს ორივეს. აი რას ეწყვი ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთვის, მხოლოდ მისთვის წერენ, ხატავენ, შენ უკვე ხარ წარმატებული ადამიანი. რას ურჩევ ამ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულან იმ საზღვრებიდან, რასაც თავისი ნაჭუჭი ქვია? პირველ რიგში თუ ამას არ აკეთებენ უბრალოდ თავის ნაწერებს თუ ნახატებს არ აქვეყნებენ იმის შიშით, რომ ეშინიათ საზოგადოების მხრიდან როგორი აღიარება მოყვება ამას, მინდა რომ ეს შიში ყველამ გადალახოს, იმიტომ რომ არ არსებობს კარგი ნაწარმოები თუ ნახატი, ვისაც არ ყავს კრიტიკოსი და ვისაც არ ყავს, ასე ვთქვათ, მომხრე. შესაბამისად, ჯანსაღი კრიტიკა თანხმები არის ყოველგვარი წარმატების და მათ შორის წერის და ხატვისაც. ამიტომ
თუ თქვენ ამის გამო არ გამოსცემთ თქვენს ნაწერებს ან არ აქვეყნებთ ნახატებს, რომ გეშინიათ ვინმეს მხრიდან როგორი რეაქცია მოყვება მას, ეს შიში უნდა გადალახოთ და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ჯერ ჩვენი სიამოვნებისთვის ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან გვინდა ალბათ რომ ჩვენი ეს ნამუშევარიც ადრე თუ გვიან, ასე ვთქვათ, საზოგადოებამდე მივიდეს და თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს, მაგალითად ჩემი ეს ნახატი ზუსტად იტალიაში იმყოფებოდა გამოფენაზე და ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც შენი შექმნილი, შენი პირადი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, საზოგადოების აღიარებას მოიპოვებს, მსოფლიო ასპარეზზე გადის და აი თითქოს კმაყოფილება გეუფლება შენ, რომ ეს შენი შექმნილია, ვერავინ ვერ წაგართმევს შენ ამას და შენი აი ეს პირადი ემოციები, კრეატიულობა, როგორ შეიძლება, ასე ვთქვათ, გახდეს მსოფლიო თუნდაც ბესტსელერი და არა იმიტომ რომ აი მარტო აღიარება მოიპოვო. შეიძლება ბევრ ადამიანს ამითი სულ სხვა თვალით დაანახოს სამყარო. აი მე მჯერა რომ ჩემი წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი ადამიანი რაღაცებს სხვა თვალით შეხედავს, ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობს, საკუთარ თავს შეიძლება უფრო ჩაუღრმავდეს და ცხოვრება, ასე ვთქვათ, უფრო კარგი და სხვა კუთხით წაიყვანოს და ადამიანების დახმარებისთვისაც არის ჩემი აზრით საჭირო რომ შენი შემოქმედება სხვებსაც გაუზიარო. საოცარი ლექსებია, წაგიკითხავთ ერთ კიდევ. ნეტავი ამ ჭაობში რატომ რისთვის მივდივარ? აქ ქარები უმოწყალოდ კივიან, დროები კი უსკრვლისკენ მიჰქრიან, ხალხები ხომ სიკეთეს გაურბიან. დაბინძური ქონებისთვის იბრძვიან, ბავშვები კი შიმშილისგან ტირიან. ბრბოს დიდ ნაწილს ეს ფეხებზე ჰკიდია, აქ ყვარობენ მას, როცა ფულით ძვირია. უკაობა აქ რომ ძალზე ხშირია, ხალხისთვის კი სიყვარული ჭირია. სიძულვილი აქ უცვლელი გიდია. ნეტავი ამ ჭაობში რატო რისთვის მივლია? სადაც ადამიანი აშკარად რომ გიიშია. საინტერესოა ძალიან. მინდა შენში რომ ხედავდე მზეს, სითბოს რომ გვრის უსასრულოდ ბევრს. მინდა შენში რომ ხედავდე ბრძენს, გონებით რომ გაანათებს ბნელს. მინდა შენში რომ ხედავდე მთვარეს, მოწიწებით რომ ანათებს ღამეს. მინდა შენში რომ ხედავდე სარკეს, თავისკენ რომ მიიზიდავს მნახველს. მინდა შენში რომ ხედავდე ზღვას, თავს რომ უგებს პაწერწინა ნავს. მინდა შენში რომ ხედავდე ცას და არაფერს არ ვუცქირო სხვას. ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ სალომე ჩხეიძეს, როგორც მწერალს დღეიდან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამომცემლობით არის წარმოდგენილი თავისი კრებულის. მე მეგონა როგორც მხატვარი აღმოვაჩინე, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე ის როგორც მწერალი. უსურვებ დიდ წარმატებას და უსურვებ ბევრ მკითხველს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.